დუბაის წამყვანი კომპანია Mira Development-ი თბილისში მილიარდიანი პრემიუმ პროექტით Mira Verde-ი შემოდის, როგორც კომპანიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან იკვლევა, პროექტი კრწანიში თბილისი ჰილსის ტერიტორიაზე აშენდება. და იქ არის ფასებიც აქვს უკვე გამოქვეყნებულიო ეს წერს ეს კომპანია და ირკვევა რომ სტუდიის ტიპის აპარტამენტების ფასი $175,000-დან დაიწყება, ან 37 კვადრატულ მეტრი ფართობის ბინები $175,000-დან. ეს არის საწყისი ფასი, ეღირება აპარტამენტების $330,000-დან და უბრალოდ თქვენ თვითონ განსაჯეთ, რამდენ ადამიანს აქვს საქართველოში ამ ოდენობის თანხის გადახდის საშუალება. Townhouse-ების $990,000-დან და ვილების $2.2 მილიონი. ანუ ეს არის დასახლება. ეს არ არის რაღაცა ბინა, ან რაღაცა კორპუსი, ეს არის დასახლება, რომელიც კომერსანტის სტატიის თანახმად შენდება თბილისში კრწანისის ერთ-ერთ მხარეს. და მოდი აი ვაჩვენოთ ახლა იქნებ ტყუილია, იქნებ ასეთი რაღაცა არ იგეგმება და ან სად იგეგმება, თუ იგეგმება, სად იგეგმება. მე შევედი მოვიძიე ამ Mira Verde-ის პროექტის საიტი და ახლა მე შევეცდები გაჩვენოთ მდებარეობა და ახლობებით სად იგეგმება. აგერ შეგვიძლია საიტი ვნახოთ. ეს არის Mira Development-ის საიტი. ეს არის არაბული კომპანია, დუბაიში დარეგისტრირებული კომპანია და ამ კომპანიის საიტზე, აგერ Mira Development, ასეთი კომპანია თვითონ ამათი საიტია. ამ კომპანიის საიტზე მართლაც არის თბილისი Next Investment Milestone და აგერ არის აღწერილი თბილისი Hills, ასეთი ის არის დასახლება აშენებული კრწანიშში და ამასთან ახლოს იგეგმება აი ამ ახალი დასახლების მშენებლობა თვითონ ამ Mira Verde, თვითონ ამ დასახლებას ასე უნდა ერქვას, ამ Mira Verde-ს ცალკე საიტი აქვს miraverde.com გაკეთებული და ამ miraverde.com-საც აქვს გამოცხადებული აგერ სარეკლამო პროექტის მასალები გამოქვეყნებული, სადაც ხედავთ აგერ არის ასეთი გამოსახულებები დამზადებული, როგორი ვიზუალი ექნება თვითონ ამ პროექტს კრწანიშში. მდებარეობა არის აგერ შეგვიძლია ვნახოთ აი თბილისი და თბილისი Hills Residence აი აქ არის ესეთი დასახლება უკვე აშენებული და აი ამ დასახლების გვერდით, როგორც თვითონ შეგვიძლია მათივე, სადაც აი ამ ტერიტორიაზე, როგორც თვითონ შეგვიძლია მათივე იმაზეა მითითებული, რა ქვია, ამ საიტზე არის მითითებული ლოკაციაც. აგერ არის ლოკაცია, აქ უნდა მდებარეობდეს დაახლოებით. აგერ არის დაახლოებით ეს ტერიტორია, აქ უნდა მდებარეობდეს ეს დასახლება. ანუ დასახლება იგეგმება. ის კი არა კორპუსი რაღაცა, თუნდაც დიდი კორპუსი, ანუ კიდე ერთი დასახლება. ჩავეძიე საერთოდ როდინდელი პროექტია, როდის გაჟღერდა ამ პროექტის შესახებ. ეს პროექტი გაჟღერდა ოქტომბერში 2025 წლის წინ, ანუ სულ რაღაცა რამდენი თვე გავიდა, 4 თვის წინ და უბრალოდ რადგან როგორც ჩანს Eagle Hills-ის პროექტმა ჯერ ერთი ყველაზე დიდი ხმაური გამოიწვია, იმიტომ რომ ყველაზე მასშტაბური, ბევრად მასშტაბური პროექტია და შესაბამისად ბევრად რეზონანსული იყო და როგორც ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ იმ პროექტის ხმაურმა ძალიან ნეგატიური სახე შეიძინა პროექტის მეპატრონეებისთვის და მთავრობისთვისაც ამ თემაზე რაღაცნაირად ჩუმად იყვნენ, არაფერს არ ამბობდნენ, არ აჟღერებდნენ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კრწანიშში ეს მეორე პროექტიც მასშტაბური პროექტი, რომელსაც როგორც აგერ კომერსანტი წერს, მილიარდიანი პროექტია, ანუ ძალიან მასშტაბური პროექტია. ეს მეორე არაბული პროექტიც იგეგმება, ოღონდ ეს არ არის იგივე ადგილი, არ გეგონოთ ის, რა ქვია, კრწანისის ტყე პარკის ტერიტორია არ არის. ეს არის
მისგან საკმაოდ შორს საერთოდ სხვა მიმართულებით და შესაბამისად ეს არის საერთოდ სხვა პროექტია. და აქედან გამომდინარე საერთოდ სხვა მიმართულებაზე ეს პროექტი და სხვა მიმართულებაზეა ის შესაბამისად ჩვენ ვიღებთ მოცემულობა, სადაც არაბული ინვესტიციების სამშენებლო სექტორში ჩვენ ნახულობთ აი ესე გაკითხვით, შემთხვევით, სადაც წავაწყდებით, ვიღაც ჩვენიანი მოგვაწვდის, ვიღაც შეწუხებული ადამიანმა ნახა სადღაც და გაგვაგებინა, ასე თვალსა და ხელშუა ვიგებთ, რომ დამალული, გაუხმაურებელი, ქართულ აუდიტორიაზე გაუხმაურებელი, იმიტომ წარმოიდგინეთ ახლა შენდება პროექტი, რომელსაც უკვე ფასები აქვს გამოქვეყნებული, რომელიც მილიარდი დოლარის ოდენობით უნდა იყოს დატვირთული და ამის შესახებ თუ კლიენტები ქართველები უნდა იყვნენ, ქართველ პოტენციურ კლიენტურას არ სმენია არაფერი, ძალიან საეჭვოა უკვე ქართველებზე თუ აპირებ გაყიდვას, მილიარდიანი პროექტის ფასებს აქვეყნებ და სხვათაშორის შედით ამ საიტებზე, მხოლოდ უცხო ენებზეა ჯერჯერობით საიტები, ხო? ვიზზე აპირებ, ვინ ყიდულობს, ვინ არის ამ ყიდველები, სად არის რეკლამა ამ რესურსების, აქაური მყიდველი როგორ იგებს, როცა საინფორმაციო საშუალებების რაღაც შევთქვევით და სადღაც ამოვარნილ სტატიაში თუ შეიძლება ვნახოთ, ან რაღაც ვიღაცამ დადო საკუთარ სოციალურ ქსელში, ან სადღაც ვიღაცამ მოიძია ცალკეულმა პირმა შემთხვევით, ან რაღაცა წაწყდა სადღაც, ამის გარეშე, გახმაურების გარეშე თუ არავინ ამ პროექტზე სხვა მიმართულებით ამუშავებს, დიდი ეჭვია, სად არის აქ ქართველი კლიენტების მოზიდვის ცდელობა და ინტერესი. ამიტომ ჩვენ ეხლა და მაგერ თქვენ ხედავთ, რომ ძალიან აქტიურად დადიან არაბული ქვეყნების მიმართულებით, დღესაც იყო კობახიძე და აქ არავინ არ ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები აქტიურად არ უნდა ვითარდებოდეს, ან სარგებელს არ უნდა ვეძებდეთ ასეთ ურთიერთობებში და აქტიურები არ უნდა ვიყოთ ასეთ ურთიერთობებში. უბრალოდ ეს ექსკლუზიურად არაბული ქვეყნებისკენ ყურადღების მიმართვა დიდ ეჭვს იწვევს, რომ მეტი არც არაფერი გასაქანი ამათ აღარ დიდად არეგულებათ. დიდ ეჭვს იწვევს იმის, რომ არაბები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან ეკონომიკური ექსპანსიით იმ მიმართულებებზე, სადაც უკეთესი კლიმატია, მოახლოებული რეგიონული დაძაბულობების და გლობალური დათბობის ფონზე და არაბები, რომლებიც იდეოლოგიური და ეთნოკულტურული ექსპანსიით ხასიათდებიან, მთელი ეს აზიური სამყარო და ევროპა ამის მაგალითია. აი არაბული ქვეყნები, თან რომელსაც ძალიან დიდი ფული აქვს და ამის შესაძლებლობების ნაკლებობას არ განიცდიან, ყველაზე ადვილად მოზიდვადი მიმართულებაა მათთვის და ქართული ოცნება, რომელსაც რაღაც გრძელვადიან სტრატეგიაზე ფიქრის დიდი უნარები არც მანამდე არ ქონდა და ეხლა მით უმეტეს ჩანს, რომ რაღაც წყობრი პოლიტიკის, წყობრი გეგმის შემუშავება მით უმეტეს ცოტა რთულია მათთვის იმ რაღაცა შიდა თუ გარე არასტაბილურ, მათ შორის შიდა გუნდში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობაში ისინი მოკლევადიანი, სარფიანი ვერსიების შემუშავებაზე არიან გადასულები. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, უნდა გვესმოდეს, რომ არსად არ წავა ეს არაბიზაციის და ისლამიზაციის საფრთხე, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ქვეყანაში, არსად არ წავა აზიური მუშახელის შემოდინების პროცესი, სანამ საზოგადოება არ გამოფხიზლდება და კონტრრეაქციის ფორმირებას არ დაიწყებს.